დილამშვიდობისა ყველას რაშუაშია ესე მინდოდა და სიმღერით მოგესალმეთ დღეს იმიტომ რომ მომღერალთან არ ვიმყოფები ნამდვილად სტუმრად პირიქით მოლაპარაკე ადამიანთან ეს გახოთ რეალური შოუს ერთ-ერთი მონაწილე და ნახევრად გამარჯვებული კახი რომელსაც დავრება მასთან გარს და გამიღებს კარს გამარჯობათ ესეთი ლაზერული ზარი მაქვს კარგად კახისთან მოვედით იმისაც რომ გავარკვევთ შენი დილა გავიხდი ხო შეიძლება კი ბატონო შეიძლება ეხლა ვერ ბოდიშით უბძანდით უღრმესი მადლობა კარებს დავკეტა ხო იმიტომ რომ მე დავკეტავ არ შეწუხდა ცივა ნამდვილად ზამთარი დადგა როგორ გადაგაქვს ეს როგორ იღვიძებ დიდი ზამთარი დადგა მშვენივრად შეფუთული ვარ და ცივანა ხარ არა სხვათა შორის არ ვარ ცივანა იმიტომ რომ მთელი ზამთარი შემიძლია გავატარო ქურთუკში და შიგნით მეცეს მოკლე სახელოებიანი და გიშს მეძახიან და ავატყობს და აი რო წევ ხარ ზამთარში მოგინიდან გადმოსვლა ესე არ გეზარება ხოლმე არა გაჩნია სად მივდივარ თუ სამსახურში მივდივარ ხოლმე მეზარება ხოლმე მაგრამ მაინც ვშევი სად მინდა მიდიოდე რო გიხაროდეს აი სამსახურში მიხარია ძალიან წასვლა და მდგები ისე კარგად ხო არა მე მაგალითად ზამთარში ჯერ ესე ერთიც გამოვწევ ხა წყალში რომ მოწევ არა გააჩი ხა თუ სახში ცივა მაშინ ესე ფეხებს მე რადგან რაც უნდა სითბო იყოს მაინც იქ ლობიში სამსხურში ისეთ ფილა რომ რაღაც იდიოტები ლაპარაკო მოკლედ არ მომესმინოთ მე კარგი გიყვარს რა ძილი და საშუალოდ რამდენი საათი მიწევს ხო ეხლა რაშია საქმე რომ იმყავდა მაღვიძარა მიწევდა 6 საათზე ადგომა. ანუ შესაბამისად ადრე მიწევდა დაძინება, მაგრამ ვიძინები 3 საათზე, იმიტომ რომ ინტერნეტში ვიყავი ხოლმე და არა, ტიტულ ქალებს არ უყურებდი, უბრალოდ საქმე მქონდა რაღაცები. მე ნიუსებს იღებდი მეორედ. კი ბატონო, პრიკოლებს და ასე შემდეგ რაღაცებს და თან კიდევ ტელევიზიაში ხო ვიყავი 10 საათამდე ღამის საღამოს 10 საათამდე მერე უკვე 2 საათა მეგობრებს ნახავდი რაღაცა 3 საათი გახდებოდა წვებოდი და 3 საათში დგებოდი ხოლმე. კი და მყოფნი და სხვათა შორის, იმიტომ რომ მე რომ მივდიოდი გადაცემა მიმყავდა და მე კიდე ყოფნი და ის 3 საათიზე ზაგზავნა. ანუ გადაცემის მერე არ ვიძინებდი. შუადღეს გიყვარს? არა, არ მიყვარს და იმიტომ არ ვიძინებ. ანუ სპეციალურად არ ვიძინებდი, იმიტომ რომ არ მიყვარს. აი ესეთ შემთხვევაში როცა ეთერი გაქვს და გიდის მაღვიძარა. მაღვიძარა. როცა მაღვიძარა უნდა წაიყვანო, ანუ მაღვიძარა ჭირდება საფრთხე გამოსცემ და garanტია. კი, ზუსტად ჭირდება მაღვიძარა, მობილური თողონც და აი ზუსტად ერთხელ დარეკავს რა ვგები წამსვე. კი, ძალიან ფიზელი ძმა და პროექტიდან გამომდინარე მოწხას რომ ეძახო ყველაფერი ვიცოდი რა ხდებოდა, როგორ და ყველაფერი მესმოდა, ძილში ყველაფერი მესმის აბსოლუტურად. ფიზელი ძმა წამ. ორი მძინარა იყო ესე იგი ლევანი და მე რა ორივე გვეძინა მაგრამ ის შეწულა დაღრმავდა ძნელად და ყველაფერი მესმოდა პირველი რასაც აკეთებ პირველ რიგში რას ვაკეთებ ნუ მაღვიძარას გამოვთავ 1-5 წუთი წევარ კიდე მე ვდგები და თავისთავად აბაზანაში ვდივარ ვდგები აი როგორ გაგეცვა აქ არ მცდას კი ბატონო Quai nahla gahtet unikალური ფაქტი. ყველაზე კარგი იცი რა არის რომ ტრენაჟორი რა კიბედია. არ დევს ხოლმე. არა ეს არა ჩემი საწინებელი. და ამიტომ შესაბამისად დილს ვამოვდივარ უკვე ფიზიკად და კიბეებზე მიწევს სამოსკო. აუძანთ. ხილად არ დავარ. აი ჯერადაბოს დაგერ ჯერარა. მაგვიძარა ძალიან მალე დაგიბრუნდა თეთრში და გავიგებ როგორ დგება კაცი. გაგზავნებთ მაღვიძარას და როგორც დაკვირდით უნიკალური ფაქტის მომსწრეები გავხდებით. ახლა როცა კახი აღდგება ლოგინიდან. აი ესე აქ გძინა. აი აქ გძინას ესე იგი. საინტერესო ოთახი ძალიან. ხო ესეთი ორიგინალური ეს ჩემი აქეთ კუთხეა სულ დიდრები და ღარიბების. მიხდით რა შენი. კი ბატონო. ანუ ეს დათმობი მაქვს რეალური შოუსთვის და იქაც არის თორად სიამოვნებაც ვინ მონაწილეობდით ეს ნახევარია მაგრამ პატარა ფურცლებზე კიდე არის. ხო ესე იგი ნუ აუცილებლად ASM ძინავს ASM. ხო. და შესაბამისად მე ვიღვიძებ მაღვიძაზე. ჯერ მარჯვენა ფასს გავ თუ მარცხენას?
რა თქმა უნდა მარჯვენას. ცაცია ვარ, მაგრამ მარჯვენას მიწევს მარჯვენას. კარგი, და ალბათ ირჩევ ტანის ამოსულ თავის არა, პირველ რიგში ვდგები, მერე, ნუ ხა ვდგები თავისთავად, მერე ავდივარ, ვხიზლდები კიბერზე სამდე ავალ. გამოხრებელი ვარჯიში შენი ეს. კი ბატონო, კი, იმდენად ხშირად მიწევს, რომ იმიტომ ვარ სულ ფორმაში ამ ავსუხდები. ხო, არა. არა, თარუტყამ ხოლმე თავს ეს უბრალოდ კიდია. ხო, და ესე ვდგები და მივდივარ აბაზანაში. წავედით კახის აბაზანაში. კი ბატონო. ხო ეს თან ტრადიცია მაქვს, იმიტომ რომ ეს რაც ჯაჭვეულობა მიკეთია ხელზე, ყველაფერი უნდა გავიკეთო აბაზანაში. ეხლა მე ვარჯიშობ, ხო? ხო, შენ ეხლა ვარჯიშობ. ნუ მესიჯერ თქო ჩემი ტელეფონი. აი ეს ძილი სანამ კახი აბაზანაშია, მოგილეთ ჯარისხმობ კახის დარჯილით წახში. გები თუ არა, მოვდივარ აბაზანაში. რა ტექსტი უნდა მეთქვა და გამოდა ხო და ეს ხო წავყვანია და მაინტერესებს ეს ბევრი ჯინჯილაკები ქვია ამას რა რაც სახელურები, საყურდრები. ეს მიკეთია მუდმივად. ხო, ამას ყველაფერს რამე იხსნი და არა, აი ამას არა. ამას კიდე რამეს იმართე. კიდე მაქვს და განახებ, ის ჯერ არ გამიკეთებია. ნუ ხელპირს ვიბან. ხო. შესაბამისად. საინტერესოა. ხო, ესე აკეთებენ ხოლმე, ზოგჯერ ზოგი არ აკეთებს საერთოდ და მე აი ეგ იწყება ეს ჩემი დაწყობილი ნივთების. რიტუალი. კი ბატონო. ამას ყველაფერს აქტოვებთ ხოლმე? კი, აქტოვებ, იმიტომ რომ ვიცი რომ დილით უნდა ავდგე აუცილებლად და გავიკეთო და თუ რომ ვდგები და ეხლა ესე იგი ჩამატანენ. ხო, ყველაზე კარგი ისაა რომ აფხიზლებს ამის განცალკევება ერთმანეთისგან. აი ეს ყველაფერი რა ძალიან ბევრი რაღაც მიკეთია და რაღაცას ნიშნავს ხო ყველაფერი. შეგვიძლია ჩამოტანილი. აი ეს რა ჩამოტანილი. იმპორტნია. იმპორტნია, კი, ეს ჩამომიტანეს. აი ეს ძალიან საინტერესო რაღაცას გაგონით. ეს არის კბილი. ეს არის კბილი, ხო? ეს არ მაგონებია. ხო, აი ეს ჩამომიტანეს მეგობრებმა უბრალოდ. აი ეს რას ნიშნავს? რამეს არ ნიშნავს რომ ეს უბრალოდ სახსოვრად მაქვს ერთი ადამიანისგან. სახსოვარს ნიშნავს. კი ბატონო. ეს ხელით ნაკეთია და აი ეგრე ბატონო ეს მაგალითად და ამასაც ვიკეთებ შესაბამისად. ეს არაფერს არ ნიშნავს? ეს არაფერს არ ნიშნავს. ეგ მაჩუკას დაბადების დღეზე და ნიშნავს. კი ბატონო. რას ნიშნავს? კეთილი და კიდევ უფრო კარგი ესე ვიყრევ ყველაფერს და ესე იწყება ჩემი დილა უკვე. არ გამძიმებს? არა. ხოცხათი შენს რეპერებს აქვს, რაც უფრო თავი დაბლა აქვს რეპერს დახრენი, მით უფრო ბევრი უკიდია. მით უფრო ძლიერი რეპერია ის, მით უფრო სულით რეპერია, ეს იმას ნიშნავს, რომ რაც უფრო მძიმე საყელურებით, როგორ ქართულად, როგორ არის მძიმები თუ საყელურები უკეთიათ, მით უფრო თავი დაბლა აქვს დახრენი. ხო, ამას შესაბამისად არ მიყვარს რეპი და ამიტომ არ ვარ რეპერი, ამიტომ ესე გამორთულად გავართან ახლა ცნობილი რო ვარ, გიწევს თავის ცოტა მაკლაცევა და კარგი, ესე იგი სამზარეულოში ინაცვლებ ალბათ არ ამის მერე აუცილებლად სამზარეულოში მივდივარ. იმიტომ რომ კარგად იციან შენი საქმიანობის შესახებ. თან შესაბამისად იმიტომ რომ მარტო ვცხოვრობ, უნდა გავაკეთო ჩემთვის რაღაცა. ამიტომ მივდივარ და სამზარეულოში ვაკეთებ რაღაცას. თუ რა, ამას გავიგებთ მას მერე, რაც ცოტას წაიღლაბურცეთ მაღვიძარას წაყვანებთან ერთად. გავაგზავნეთ მაღვიძარა, გავაგზავნეთ მაღვიძარა, რატო თქვი ესე არ ვიცი. ფონოთრა კარგი ისე. ფონოთრა ძალიან ლამაზი. უი, რა ვინ მოიფიქრა რომ ესე გადაგეღებათ? მე რა თქმა უნდა. ყველა სახში ვერცხლისფერია და იმიტომ ჩემს გადავღებო. კახი, შენ ძალიან კარგი ხელი გაქვს. შენ როგორც ფეხი. ხომი და ასე შემდეგ, ვიცი. სხვა სხეულის დანარჩენ ნაწილებს აღარ ვისაუბრებ. პირდაპირ გითხარი, რა საქმიანობ ხოლმე დილით? უზმოზე გადიხარ სამსახურში, ავას სვავ, თუ იმზადებ ხოლმე? ესე იგი, პირველ რიგში ძალიან მიყვარს სალათები. ამ სალათას არ მივხვდები დილიდან პირველად, იმიტომ რომ გერკულეს უნდა ვჭამო თაფლით აუცილებლად. პროცედურას ვიტარებ, ხო? კი. ყოველ დღე გერკულესი და თაფლი არის. კალორია ნული აქვს ამ გერკულეს აქვს კალორია, არა. აქვს კალორია გერკულეს, შეიძლება ცოტა მოგამატოს, მაგრამ დიეტის დროსაც ხმარობენ გერკულეს, სხვათა შორის მაწონი და დიეტა. ეს მაწონი. მაწონი და რატო? არაფერი, კაი. რა იყო რა? მე თვითონ შენ გერკულეს თავს არ გაჭმევ.
რა გემრიელ კერს მოგვიმზადებ. არა, თავს და გერკულეს გაჭმავთ აუცილებლად და შემდეგ დაგემშვიდობებთ. თელი ბავშვობა. რა თქმა უნდა. მეზიზღება თავი და გერკულესი და. იცი აფლი გიყვარს მე მგონი, ხო? დილას ცნობილებთან ხედავ ხოლმე. ხო, არა. მე გაგიკეთებ თქვენც რა თქმა უნდა გაქვთ შესაძლებლობა კიდევ ერთხელ და 1000-ჯერ ნახოთ ის პიცა, რომელსაც ვაკეთებ ხოლმე და ამიტომ თქვენც გაგიმასპინძლებთ. ხო, რა ზეპირაციის ხანდახან უნდა გაიმეორო და მაყურებელს გაინეორო. მანდ მე გერკულეს გავიკეთებ, იმიტომ რომ აუცილებლად უნდა შევჭამო, ხო გერკულესი? გასიავად, თქო. არა, შენ სხვა რამე გამიკეთე. კოზ ნახევარი გერკულესი ჩამიყარა იმაში. ხო, კოზ ნახევარი მეთქი და ამან ჩაყარა. და კიდევ ყრიდი. აი აგერა ეს თითი უნდა გამოიყენე. აი ეს კიდე ერთი და დედიკურად. არა, მეტი არა. აი ხა ადუხდება ჩვენ წყალიც. წყლის ადუღებას და მანამდე მე ჩავთავ იმას ხუმელს. რომელს უნდა გამოვაცხო? პიცა. როგორ მიყვარს პიცის გამოცხობა? სხვათა შორის რაც პროექტიდან გამოვედი, არ გამიკეთებია პიცა. მარტო ვიყავი იმაში, რა ქვია, პროექტში, დიდრები და ღარიბები, აი მან სტუმრა და მათ გავაკეთე. მეტი არ გამიკეთები არავისთვის, ამიტომ თქვენ ექსკლუზიურად გიკეთეთ და იმასაც კიდე იქ. ეს ხო თქვენ თავზე რო ვადგათ. კიდე ესე ვიდგები? რამდენი ვართ რაღაც ესე და თმების ვარცხნილობა. რამდენი გადამიხდი ახლა იქ რომ მოვიდე ყოველდღე და ესე ვიდგე. მოვიდე რა გამეს ვიდგე, просто დამაძა. არა, შენ ცოტა დაბლაუნა იდგე, იმიტომ რომ მე მომართვა ხოლმე ყურძენი ან რამე. მოდი ახლა დავიწყოთ ჩვენ ცომის გაკეთება. შეწყდა, მოდი დავიწყოთ და დავიწყოთ ცომის. ეს ადუხდეს რა. და წვენი გინდა? არა, ჯერ არ მინდა. ჯერ მე პიცასთან, ხო. ეს აი, ხო, სალათსაც მე გავაკეთე. პიცის გაკეთების დროს გერკულესი უნდა ჭამო? არა, აი ვეგა ყველაზე კაი რომ სომსამდე მე გავაკეთებ. ანტე ესეც გაკეთდება. და შესაბამისად მე უკვე გაფრთხილებული ცომე მომექება შევაგდებ ამ ყველაფერს, მე შევჭამ. მოდი შენ არ განდობ, მე ვიცი რა კარგი ხელი გაქვს ქურასთან საერთოდ და ჯეზუსთან, ამიტომ მე ჩავასხამ თვითონ. აი ესე იგი. ასხავს. აი ნახე, ეს უნდა დაფაროს უბრალოდ. და რა მაინტერესებს, მარტო ამდენი თუ გჭირდებოდა, ამდენი წყალი გადავადო. ეს მე კოპალიანი ვარ და ამიტომ სვანი. ყავა ხო არ გინდა მანამდე სანამ ჩვენ გავაკეთებთ. და ყავა მანამდე. ჩაი? ჩაიც არ მინდა, მანამდე მაინტერესებს სომი მინდა. Aki sună gălăchetă cu găsă. Კაი. მაგეთ. დაგიბრუნდებით ძალიან მალე და უკვე სულ ყოფაში მოვიყვანთ. პიცის ცომს და პიცას ალბათ. ცომს. აი ეს უნდა მოიხურეს. გრძელდება მაღვიძარა და მე ვარ მზარეული სამყუაში. ახლა კახისთან ერთად პირველად ჩემს რუბრიკაში აუზეს მინდა რამე, იმიტომ რომ გატყდა. არა უშავს, შპილკა ყოველთვის ტყდება ხოლმე. ხო, აუცილებლად სამ ყველაზე მნიშვნელოვანი, როცა ფქვილთან გაქვს საქმე და საერთოდ ყველაფერთან, აუცილებელია ღარიბის ფორმა კონდეს, ანუ წინსაფარი. ამიტომ კახი ჩვეულ ამპუაში მოგვევლინება, ხო? როგორ მევიტანით აი ამ ფორმას მეზიზღება. ხო, ხელები მე დავიბანე, მაგრამ კიდევ ერთხელ გადავიღო, მე ვინმე რამე არ იცით რომ საერთო არიბანე ხოლმე ხელის, მაგრამ ხო სახეთ. აჰა, ეს შენ. მე რა ცოტა გამოფხიზდა. მიდან თუ კერძებს ამზადებ, აი შენც რა. ესე იგი შენ რა ხან ისეთი კულინარი გოგო ხარ და შევპოვრად გინდა რომ ჩემს პიცას დაეხმარო. მე ვიქნები თავარი ასისტენტი. დანების კომპლექტს დაგიდებ რომ შესაბამისად ვიცი რომ ნებისმიერ რომელიც შენ გინდა. ზანა რომელიც ხელის ერთი მოქნევით შეგიძლიათ ამოიღოთ. აი ყველაზე კაია კივილი ვის გადაღება თქვა, აი აქ უცებ კამერაც გვაქვს და უცებ ვიღებთ რას არ ვიცი, ოღონდ ჯერ კახი ცომს. მე ცომს გავაკეთებ მანამდე. მე გავრეცხავ პომიდორს ამასობაში. აი ცომი აუცილებლად უნდა იყოს ძალიან თხელი. იმიტომ რომ პიცა ყოველთვის თხელია. აი ნახე როგორი თხელია, ხედავ? აი ესეთია რა, ბამბასავითაა. და მე ხახს ვწქვნი, ხო? ხახს გაფწკნი შენ ჯერ თავიდან?
ხო? აჰა, მოდი მე პარკს დაგიდებ შენ მანქანა. აქ ჩაყარე ხოლმე რაღაცები. ნაფრთხილები ჩაყარე. კი ბატონო. ეხლა ცოტა შეგიძლიათ იტიროთ. ხო, ეხლა რაც შეგეხება შენ, აი ამ ხახთან დაკავშირებით. აი ეს უკეთესია მე მგონი, ეს დანა უკეთესად დაჭრის მაგ ყველაფერს. მის რა ქვია, სოფიომ ხო. მდიდრე დაღალების პიცა რო გავაკეთე, იმ ხელა ნაჭრები დამიჭრა ხახვის აი ამ ხელა აი. ამიტომ ძალიან თხელი უნდა იყოს. მე საერთოდ მიყვარს ყველაფერი თხელი. კარგი, მაშინ გააკეთეთ ხლათ. აი ესე უცებ ვიღებთ და ესე ვატრიალებთ ჩვენ ამ ცომს. გვალად გინდათ? რა თქმა უნდა, ოღო ძალიან ხლათ მინდა მართლა. აი ბოტაკ რა, აი ბოტაკ. კი ბატონო. პირველი ბლინკომა, ხო? ხო, პირველი ყოველთვის შეგიძლიათ ყველაფერი გადააკეთოთ. ოკო, აი ყველაფერი პირველი უნდა გადაადგრო და ხედავ ყველაფერი პირველი გატირებს შენ. ეს ხო იცი ის კლიპში რა რა ქვია? რა ქვია შაკირას კლიპში ესე რომ ტირის ვითომ და რომ მივა და მე ეგეთები არ მიყვარს სამზარეულოში. ნა, კარგი, მაშინ არ დაგეხმარებით ახოს კეთილში. რამდენად სასარგებლოა კახი დილით აი ესე ტრიალი ოჯახში. გაჩნია როგორი დილა გაქვს, თუ სადმე მიდიხარ. როგორ განწყობაზე გაყენო. შვენი, აი მე პირადად მშვენიერზე, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს სამზარეულო, ამიტომ შემიძლია დიდი დრო გავატარო სამზარეულოში. შესაბამისად რაღაცას რო ვაკეთებ, თქვათ თუ ცუდად ხარ გირჩევ კიდე ხო? თუ რამე ცუდად გაღელბებს ან რაღაც ვერ ხარ ცოტა, შეგიძლია დაიწყო რაღაცების გაკეთება და ამ გაკეთების პროცესში შენ ყველაფერი გავიწყდება და აქ გადადის ის დარდი რომელიც გაქვს. ჩემი დარდი ჩავდო ეხა ხახვის ჭრაში. კი ბატონო და ცრემლებით განმოათხევ მე ამ ყველაფერს. უკვე. ავიღოთ მოდი მე დაგეხმარები, იმიტომ რომ ხო, მე დაგეხმარები, იმიტომ რომ მე მგონი ვერ ვასწრებთ. ჩვენ ცომი გაკეთებული. ხო. მე გაიჭერი? მანახე, გაცქირე. მოდი მე დავჭერი ამას. ეს ზეხვი ეყოფა? კი მეყავ. მეყავ ეგ ზეხვი და ესე ზეხვი. ზეხვი მეყავ. შეინახოთ. რამდენად სასარგებლოა დილით ზეხვის დაჭრა? ძალიან სასარგებლოა, იმიტომ რომ კუნთებს იმაგრებ, ამით ეს ხო მოძრაობს ესე რა. ამიტომ სხვა სამოძრაო რო არ კონდეს, ამიტომ შეგიძლიათ ზეხვი დაჭრა. და დილობით არ დაგეხმარებით ან სახში? კი, დავბივარ, მინდოდა თუ სხვათა შორის მეთქვა რომ მეთქი, წავალთ მეთქი, იმიტომ რომ დილით 7 საათზე ვდგები ხოლმე. დილა მაღვიძარა რომ მქონდა, მაშინ ვერ ვასწრებდი, მაგრამ აი ახლა ამ პერიოდში, როცა არ მაქვს, 7 საათზე ვდგები და მივდივარ დედაენის ბაღში, ეს დანით ლაპარაკი და დედაენის ბაღში საერთოდ. დედაენის ბაღში დავარბივარ, აგერა დედაენის ბაღი და მან დავარბივარ და ვაკეთებ აი თითი, აი ენა ქართული ხო, კი ბატონო. ეგრე დავბივარ, არა, დავბივარ. ეს გადამიყე ამაზე ყველს რო ხეხავ, ტყილო ხეხავ. ეს აუცილებელი დეტალია სახეზე, ასე ვიძახო პიცას აკეთებ. აუცილებლად, იმიტომ რომ მე შეიძლება არ გაკეთდეს ეს პიცა უცებ. დუბლი მესამე მე მგონი იქნება აქ საჭირო. გაშალე. აი ეგრე, აი, ნახე რა მაგრა გამოვიდა ეს. აი მას რას უშვებთ? აი ხა უყურე მაგას ასუშვები. გაიხა. აი ხა მოვდივარ. აი ესე უცებ, ვათლი აქ ყველაფერს. აჰა. აი ხა აქ ყველაფერი უნდა დაიდოს ამაზე. იცი შენ ეს ყველაფერი? ამაზე რომ უნდა დაიდოს ვიცი ყველაფერი. ხო, აბა. აი ამას ესე იღებ. და აუცილებლად აი ესე. იცი რა კარგი. პირველად გამიგდეს ეგეთი რაღაცა, პირველად. მე გუნდა მე ესე და შვენი იცი რა კარგია. ეს რა გამიბეჭს, ნახე, ბავშვებს ეს ბავშვებს მიუტანე გეხმეთ. არა. რამე მეტყობა? არა. რა როგორ გეკადრე? აუ ეს მოჭერთ, გეყვეწადით რომ არ ჩასვათ რა სირცხული. რასე ფიქრა? ძალიან სასარგებლოა სხვათაშორის ქვილი, ცომი დილიდან სახეზე. ცომის ნიღბებს ოდით გააკეთე. აი ნახე, ეს თანიცი როგორ უნდა გააკეთო ესე. აი, დაიდე. აი ესე. ესეც კაია და სხვათაშორის კაია ძალიან. ეგრე კი. და ყური. ახლა ტომატს უსმევთ ჩვენ. შენ ახლა რა უნდა ქნა? გაჭერი აი ეს, აი მაგრატელი აკეთე და მაიონეზე გაჭერი. ჯერ მაიონეზი არ უნდა, მაიონეზი უნდა ბოლოს.
დავასხა? კი ბატონო, დაასხი. როგორ დავასხა? ძალიან თხლად და აი ესე ხო, აი так. 1 2 3 პიცა! Pizza не соблазнится. გადმომიღე. ცხოვრებაში პირველად უნდა გავსინჯო შენი პიცა, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ნახევარ საქართველოს უკვე გასინჯული აქვს. არა. მარა? როგორ გიგა? პიცა როგორც ხინკალი ხელით იჭმება, ხო? იტალიელები დამცინებენ. კი, აჰა. ესე იგი, ჭამოთ პიცა. ცხელია ჯერ ხო? ცხელია, მაგრამ ძალიან გემრიელია. გილოცავთ, მაგვიწერა დასრულებულია. ჩვენ ისევ შევხვდებით ორ შაბათს კიდევ ერთ ცნობილ ადამიანთან ერთად გავატარებთ დილას. კარგად? კარგად.